ვაშინგტონი თეირანის პასუხსელოდება ბირთვულ საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია მწვავდება. ეს მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რეგიონიდან პერსონალის და სამხედრო მოსამსახურების ნაწილის ევაკუაცია დაიწყო. მეექვსე რაუნდამდე 3 დღით ადრე ტრამპი ირანს კიდევ ერთხელ ეუბნება, რომ ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ მიეცემა. თავის მხრივ ამერიკის მისამართით მუქარის შემცველ გზავნილს აჟღერებს ოფიციალური თეირანი. ბირთვული მოლაპარაკებების პარალელურად ირანთან საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევის გამო კითხვები აქვს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს. იქნება თუ არა დიპლომატიური ძალისხმევა წარმატებული და არსებობს თუ არა ბირთვული შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა. ორთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ პროგნოზები არც თუ ოპტიმისტურია. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკასა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობა უკიდურესად იძაბება. ამერიკის მთავრობა მერაყიდან საელჩოს არასაგანგებო პერსონალის გაყვანის ბრძანება გასცა. ბაჰრეინის, ქუვეითის და არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზებიდან კი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს ნებაყოფლობით გამგზავრების უფლება მისცა. ტრამპი ამბობს, რომ ეს იმიტომ კეთდება, რომ შესაძლოა ახლო აღმოსავლეთის საშიშ ზონად იქცეს. ისინი იმიტომ გამოჰყავთ, რომ ეს შეიძლება საშიში ადგილი იყოს. ვნახოთ რა მოხდება, თუმცა ჩვენ უკვე მივეცით შეტყობინება გამოსვლის შესახებ. ვნახოთ რა იქნება. ჟურნალისტებმა ამერიკის პრეზიდენტს ჰკითხეს, არის თუ არა რამე გზა, რომ რეგიონში დაძაბულობის ტემპერატურამ დაიწიოს, რაზეც ტრამპის პასუხი ასეთი იყო. მათ არ უნდა ჰქონდეთ ბირთვული იარაღი. ძალიან მარტივად მათ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ქონა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. საუბარია ირანზე. ირანის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ თუ ბირთვული მოლაპარაკებები ჩაიშლება და ამერიკასთან კონფლიქტი წარმოიშვება, ისინი რეგიონში ამერიკულ ბაზებს დაარტყამენ. თუ კონფლიქტს თავს მოგვახვევენ, ყველა შეერთებული შტატების ბაზა ჩვენი მოქმედების არეალის ფარგლებშია და ჩვენ თამამად დავბომბავთ მათ მასპინძელ ქვეყნებში. ამის პარალელურად ამერიკული მედია ამერიკის ოფიციალურ წრეებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელი უახლოეს დღეებში ვაშინგტონის მხარდაჭერის გარეშე ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის მიტანას გეგმავს. 2 კვირის წინ, როგორც ამბობენ ტრამპმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გააფრთხილა ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი ძალისმიერი ქმედებისგან თავშეკავებისგან, სანამ ამერიკას და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ირანის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, ირანი ამჟამად სამხედრო მზადყოფნის უმაღლეს დონეზეა და შეერთებული შტატები ან სიონისტური რეჟიმი აგრესიის რაიმე აქტს თუ შეეცდება, ისინი მოულოდნელობის წინაშე აღმოჩნდებიან. ამავდროულად ბოლო 20 წელიწადში პირველად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭომ დაადგინა, რომ ირანი არ ასრულებს ბირთვული გავრცელებლობის ვალდებულებებს. საბჭომ მოუწოდებს ირანს დაუყოვნებლივ გასცეს პასუხები რამდენიმე ადგილას აღმოჩენილი ურანის კვალის შესახებ ხანგრძლივ გამოძიებასთან დაკავშირებით. ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი მოჰამედ ესლამი ამბობს, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამის შესახებ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ანგარიში აშკარად ყვილია. ეს აშკარად ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. არ არსებობს სააგენტოს არც ერთი ინსპექტორის ანგარიში, რომელიც რეგულაციების საფუძველზე აჩვენებს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა ან მისი ატომური ენერგიის ორგანიზაცია ეწინააღმდეგებოდა ან ხელს უშლიდა მათ მოვალეობებს. მათ ანგარიშებში არც ერთი შემთხვევა ან სიტყვა არ მიუთითებს ამაზე. დღეს ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, როდესაც ამერიკა და ევროპა ცდილობენ ყველაზე მეტი სანქციების და ზეწოლის დაწესებას ჩვენს ხალხზე და ჩვენს ქვეყანაზე. ისინი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ფიქრობენ, რომ ამ ზეწოლით შეუძლიათ ჩვენი პროგრესის შეჩერება. ჩვენ არ ვართ ამერიკისა და მისი მოკავშირეების მიმართ ერთგუნი. ეს არ ნიშნავს, რომ გსურს მსოფლიოსთან ბრძოლა, გსურს მსოფლიოსთან საუბარი. ჩვენ არ დავემორჩილებით ძალადობას, ჩაგვრას და დაშინებას. ამ ყველაფრის ფონზე ირანის არმია მთელი ქვეყნის მასშტაბით სამხედრო წვრთნებს იწყებს. ბრძანება ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელმა მოჰამად ბაღერიმ გასცა. წვრთნის სახელწოდება ასეთია: უფლებამოსილების წვრთნები და როგორც ამბობენ, ის თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობის გაძლიერების მიზნით გაიმართება. ამერიკა და ირანი კი მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდისთვის ემზადებიან, რომელიც კვირას ომანში გაიმართება.